მეგობართა შორის უმეგობარნესნო. ესე იგი მეფეშუაზე მინდა ორიოდე სიტყვა თქვა. და რადგან მე მაინც ბევრი აფერი არ ვიცი მის შესახებ და რა ხდება და როგორ ხდება საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენ ჟურნალისტიკა არ გვაქვს სამწუხაროდ და ვერ წაიკითხავ, ვერც YouTube-ში ვერ ნახავ, ვერც ნიუსებში ხო ზედმეტია. ერთგვარ მხოლოდ ორი ადამიანი მსჯელობს ხოლმე, ესენი არიან გირჩი და ჩერგოლეიშვილი ლაპარაკობს ხოლმე რაღაცებს. დანარჩენები და ორივე მაინც ჟურნალისტები არ არიან რაღაც თავისი პოლიტიკური აჯენდას მიხედვით განიხილავენ ხოლმე საკითხებს. ნებისმიერი ჟურნალისტიც ვერ იქნება მიუკერძოებული, საერთოდ ადამიანი ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ კვანტურ თეორიამ აჩვენა ბოლო-ბოლო რომ ადამიანი როგორც მონაცემი ცდის შემადგენელია, ესე იგი ნებისმიერ ცდაში ადამიანური მონაცემის ჯდება. ამიტომ ჩვენი სამყარო მუდამ მდინარეა და აგერ ახლა იმაში რა ქვია ამაზონის პრაიმ ამაზონში კვანტური თეორიის დოკუმენტარი თუ კურსია რა კვანტურ თეორიის შესახებ ხალხური კურსია და პირველივე ლექციაზე გუშინ მოусვენენ პარალელურ სამყაროებს რის რეალობას მეცნიერულად ასაბუთებს წამყვანი რომელიღაცა საკმაოდ ცნობილი დამავიწყე ხარ რომელიღაც ცნობილი უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტია ამ კვანტურ მექანიკაში. ხომ და ამიტომ ვერავინ ვერ იქნება მიუკერძოებული რეალობის აღწერაში. მაგრამ არანაირი აღწერა საქართველოსი არ არის, მithumeτε საეკლესიო საკითხებში და ელემენტარულად ინფორმაცია არ ვიცი, არა თუ ანალიზი. რაღაც ესე იგი იყოს ინფორმაცია, მე ამ ინფორმაციაზე გარკვეული ანალიზები, მე ჩემი გამოცდილებას დაემატება და რაღაცა შეიძლებოდა მე ჩემი ანალიზით დამდო, მაგრამ აქ არ არის, მაგრამ ერთადერთი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, მდგომარეობა მეფეშუოსი არის ძალიან ხიფე და პეკულარი, ესე იგი განსაკუთრებული. და რა გულისხმობ ამაში? უკვე თითქმის 5 თუ 6 წელი თუ 8 წელია, რაც იგი მოსაყდრეთ არის დანიშნული, ხომ? უკვე ასაკით 55 წლისაა თუ 56 წლისაა თუ რაღაც ეგეთია, უკვე საკმაოდ ჭარმაგი კაცია. თუ მანამდე იყო რაღაც ისე 40-ში იყო, ეხლა არის უკვე 50 მალე 60 წლისაც გახდება რა. 60 წლის როცა ადამიანები ამთავრებენ თავის კარიერას. თუმცა მე წინააღმდეგი არა ვარ, რომ პატრიარქები ეს რაღაც ესე 55-100 წლის ასაკის მერე ინიშნებოდნენ თუ არ ერჩეოდნენ როგორც არის. მაგრამ მისი მდგომარეობა რატომ არის იცით განსაკუთრებული და ძალიან მყიფე? რომ წარმოვიდგინეთ 8 წელია იგი არის პატრიარქი და არ არის პატრიარქი. ესე იგი მას არ შეუძლია იმოქმედოს, უკვე ის ვეღარ მოქმედებს როგორც ვეღარც იგი ვეღარ მოქმედებს როგორც ვეღარც ეპისკოპოსი თავისი კერძო ეპარქიის და ვეღარც როგორც საქართველოს ეკლესიის ლიდერი. ესე იგი არსად არ არის ადამიანი რა, მყარად ვერსად ვეღარ დგას. არამედ რომ ის უნიჭო ადამიანია, ნიჭიერია, ან როგორღაც არის. არამედ უბრალოდ მისი მდგომარეობა ესეთი რა, აი დგას როგორ სიმღერა засосала она трясина и жизнь моя полная. Როგორ სიმღერა არის რუსული. რაღაც ეგეთი სიმღერა იყო, ტრისინა გამახსენდა. ჩაობირო. ხო და აი რაღაც ესე არის და აი ნელა უნდა იმოძრაოს რა.
ესე იგი რამე რო გააკეთოს კვეთრი, აი კვეთრი განცხადებაც რო გააკეთოს, სრულიად სიმართლე ჭეშმარიტება. მაგისი საშუალებაც არ აქვს. იმიტომ რომ ესე იგი პოზიციას ვერ იკავებს ერთსა და ვერაფერში. იმიტომ რომ მას არ აქვს პოზიციის უფლება, ბოლო-ბოლო ეს მისი პოზიცია იქნება და არა პატრიარქის პოზიცია. ბან ერთი მხრივ შეიძლება უგულებელს იყოს ყველაფერი ეს და თქვას რომ ფეხებზე დავიკიდებ, მაგრამ აში მინდა ეს პატრიარქობა და რაღაცას ეგრე მგონია მე რომ მას არ წუნდოდა მან და მაინც ეს პატრიარქობა რა. ეხლა არ ვიცი უკვე წლები გავიდა და შეიძლება მიეჩვია ამ აზრს. ესე იგი ვერც ერთი მხრივ მას თხოვე რაღაც პოზიციის დაკავებას და მეორეც მან რომ დაიკავოს ეს პოზიცია რა, ეს პოზიცია მაინც არ იქნება ეს პოზიცია ლიდერის პოზიციას, იმიტომ რომ ბოლომდე ის არ არის ძალაუფლებაში. მაშინ მისი მოწინააღმდეგები იქნებიან თუ მას შეუტევენ ან მოთხოვენ აი ამ მისი პოზიციის დასაბუთებას იქნება თუ ამ პოზიციის კვეთრად გამოხატვას იქნება თუ ამ პოზიციის სამებრ ქმედებას ის მან შეიძლება ვერ იმოქმედეს ამ პოზიციის სამებრ მარტო ლაპარაკი ხო არ არის ქმედებაც თან სდევდეს მას. ამიტომ მისი პოზიცია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მისი პოზიციაც არასტაბილურია. იმიტომ ვიძახე ამ ჭაობი და ეს მერყევი მიწარა. და მისი კრიტიკაზეც კი არ შეუძლია მან გასცეს კვეთრი პასუხი, იმიტომ რომ თუ მან მაგალითად მოიყვანა საბუთი იმისა, რომ არა რუსეთის მომხრე, თქვათ რა, არა რუსეთის მოგზავნილი, რასაც მას აბრალებენ, ეგზარხოს ეძახიან. არა რუსეთის ეგზარხოცი და მან ამისი მტკიცე და დამაჯერებელი საბუთები მოიყვანა, ეს მეორე მხრიდან შეიძლება განხილული იქნას როგორც ანტირუსული თქვათ ნაბიჯი და მას შესაბამისად მოთხოვენ უკვე პასუხს. ერთი მხრივ პრორუსები და მეორე მხრივ არარუსები, ანტირუსები. და მას კი არ აქმედების საშუალება. ან პირიქით მან თუ აირჩია პოზიცია და თქვა დიახაც სწორედ მე რუსეთის პოლიტიკის გამტარი ვარ და ამას ვასაბუთებ იმით რომ ბართოლომეუს მაგალითად არანაირი უფლება არ ქონდა რომ აი ესე რაღაცა მსოფლიო კრება მოეწვია და მე ამის გამო ეკლესია გაეხლიჭა რეალურად და რაღაც ურბანაკად დაეყო რაც ხელოვნური შეიძლება უკვე იყო დაყოფილი კიდეც რაღაცნაირად მაგრამ ან ეს ნაპრალი უფრო გააღრმავა და მისი დადგენილებებიც not sound როგორ არის არ არის დამაჯერებლად საღი ჭამთელი საღი ეს გულისხმობ კრებას და ამას აშაყირებს მაგალითად ამ კრებას აშაყირებს მაგალითად ბევრი აშაყირებს მაგრამ აშაყირებს ბართოლომეუს მომხრე ძლიერი თეოლოგი იმიტომ რომ იმდენად სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდით იმ დროს რაღაცას შიდა ბერძნული კამათების არენად გაიმართა ორი არადამაჯერებელი თეოლოგ შორის რაღაც ორი მდინარება რომელიც შიდა საბერძნეთშია და ის საბერძნეთში კიდევ ერთი მესამე მდინარება რომელიც საერთოდ არ იყო კათოლიციზმებული ამ კრებაში. ესე რაღაც შიდა ბერძნული ნაციონალური პრობლემატიკა დადგა იქ და რაშუაში იყო აქ მაგრამ საქართველოს შიდა ვთქვათ ნაციონალური პრობლემები ჩვენ რაც გვაქვს ახლა ჩვენ რო გავმართოთ სუფლიო კრება ამასთან და ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ ესე იგი ბერძენი ერი იმხელა და ამაღლებულია ჩვენზე რომ რაღაც არიული ერია თუ რაღაცა რომ აი მისი შიდა პრობლემები ეს არის სამყაროსეული მთელი იკუმენის პრობლემები ესე იგი ბართოლომეუს როგორ მოქმედებს ერთი მხრივ როგორც სოფლიო პატრიარქი როცა სოფლიოს მყრობელი და მეორე მხრივ მოქმედებს როგორც ბერძენი ერის წარმომადგენელი და ეს გამოდის რომ სოფლიოში უპირატესი ხალხი და ერი არის ბერძნული ერი და ახლა ამას ამერიკაში კარგად ხედავთ რომ ესე ფიქრობს განიცდით შეიძლება არც ფიქრობს განიცდის ესე და მის შინაარული ახმა და განცდა შემდეგ ესე ასე ვლინდება რადგან ის ერპინული მართველია და რაღაც დიქტატორული მართველიც კი არის ასე თქვა
ერთგვარი ტოტალიტარიზმიც კი არის დამყარებული, უბრალოდ მას ეწინააღმდეგება ეს რაღაც პერული სასტავი ვითომ, მაგრამ რეალურად ხედავთ რომ არის წინააღმდეგება და ამის გამოძახილი ნახეთ ეხლა იქ ლატავდონის თუ ვატოპედის იღუმენი ჩამოვიდა, რომლის მიმართაც ყოველთვის ანტიპათურად ვიყავი განწყობილი და აღმოჩნდა რომ ესე იგი როგორც წარმომადგენელი მსოფლიოს საპატრიარქოსი და მის წინააღმდეგ ამოქმედნენ სწორედ აი მესამე დინების მიმდევრები, ბერძნული მესამე დინების მიმდევრები საქართველოში. და მას წინამდე დაიწყეს ლაპარაკი ეს არ არის პატარა რაღაც დინებებია და აქედან გამომდინარე ხა უცებ მოინდომა რომ ესე იგი არარსებული ეკლესია უცებ არსებულად გამოაცხადა ეს უკრაინის ეკლესია და ეს შეიძლება პატიოსან ადამიანსაც ანტიოქიელები იქნებიან ესენი თუ ესე იგი არაბერძნებს რა არაბერძნებს უბრალოდ ეს ალექსანდრიის ეკლესია ბერძნული ეკლესიაა, იერუსალიმის ბერძნები არიან და არაბერძნებისთვის ეს ბიჭო წინააღმდეგ კი არა რომ მოგვარდეს საკითხი უკრაინაში, მაგრამ ესე არ უნდა გვარდებოდეს. ესე იგი ბართლომეუსი თვლის რომ ის სოფლიოს უპირობო ლიდერია, მაგრამ ეს არ გამომდინარეობს საეკლესიო ტრადიციიდან. მეც ესე მგონია და ბევრ ადამიანსაც ესე გონია. თეოლოგსაც და რაღაც მისი პირადი აჩემება რა პირადი და მისი ეკლესიის და მისი ხალხის და აქედან წარმოიშვა ეს პრობლემა უკრაინაში ხა პუტინს მაგის გამო არ გამოუწყია ეგ მაგაზე მე სტატია მაგ დაწერილი რუსებს იმ თავით უნდათ კონსტანტინე ეს ჯერ კიდევ 30-იან წლებში და მეორე მსოფლიო ომის დროს და სტალინმა პირდაპირ მსოფლიო კრების გამართვაც წადა და ამის შესახებ წყაროებიც მოვიყვანე ჩვენ სტატიაში და დევს და ასე შემდეგ მოკლედ რაც არის რა და ასეთ ვითარებაში რა პოზიციაც არ უნდა და ესე იგი კარად რომ გამოვიდეს და დაამყაროს გამოაცხადოს თავისი პოზიცია ნებისმიერ საკითხზე არ შეუძლია. თავის ეპარქიაშიც კი მან რო იქადაგოს რაღაცა ისი მოვალეც არის და სადაც უკვე მას ყველა ძალაუფლება აქვს და მოქმედების თავისუფლებაც აქვს, იქაც კი ის იქნება აი ამ მერყევი და არამყარი პოზიციის წარმომადგენელი და ეს როგორ გავყუთ ხა სენაკი მერთან ავსტრიის თუ რაღაცის ყოფილა კიდე რა თუ არ ვიცი არის თუ არა კიდევ ეს ტიტულებიც კიდე არის და მოკლედ აი ამ სიტუაციაში ჩვენ უნდა გვესმოდეს ეს მის მიმართ მოთხოვნა ერთ-ერთი ვისაც ჩვენ ეს უნდა მოვთხოვოთ არის თვითონ თავად პატრიარქი ჩვენ ამას ვერ მოვთხოვთ ერთ-ერთი მაშინ ჩვენ ვისაც უნდა მოვთხოვოთ ეს არის შორენა მაგრამ შორენასაც ვერ მოვთხოვთ შორენა რასაც თვითონ საპატრიარქოს ინსტიტუცია კიდევ არის არ შედგება მხოლოდ მაგალითად უპეშიოსგან იქ არის რაღაცა სამეულია იმ სამეულთან კიდევ აფილირებულია რაღაცნაირად ბოტკოველი და ნუ გვაქვს აი ეს პატრიარქის პირადი წარმომადგენელი შორენა შორენას თუ არ ვცდები პირადი წარმომადგენელია ბოტკოველი არის ასე თქვა დამოუკიდებელი მეტნაკლებად მოთამაშე ჭუაძე რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა არ აქვს ასევე არის მეუფე ზაზა რითო ანდრია რომელსაც ასევე არ აქვს ძალიან დიდი ზეწოლა და ამ დროს არის შიო რომელზეც მოდის ყველა ეს ლანძღვა გინება რა ეხლა მეუფე ზაზაზე ანდრიაზე თქვა რომ ის რუსოფილია ცოტა ძნელია იმიტომ რომ დევნილია კაცი აფხაზეთიდან და ხა აფხაზ დევნილებში ძალიან ძნელი იქნება პრორუსის და რუსოფილის პოვნა თუმცა რას გაიგებ ადამიანი ბოლო ის სინდრომით სტოკჰოლმის სინდრომი თუ რაღაცა არსებობს და ნუ არ ვიცით ხა როგორ არის და აი ეს მინდოდა მე თქვა რომ ძალიან დიდი ხანია გაგრძელდა აი ეს მერყევი სიტუაცია პატრიარქს უკვე აღარ აქვს უკვე ფიზიკური ძალა აღარ აქვს არ ვიცი მენტალურად როგორ არის არ შეიძლება ხო 90-91 წლის ადამიანის მენტალური მდგომარეობა იყოს ისეთი რომ მას შეეძლოს ყველაფერი დეტალის გაანალიზება და ვართ აი ასე თქვა ერთგვარ გარდამავალ სიტუაციაში და აი ეს მერყეობა ეკლესიის მიმართ
საკითხებში მე ყოველთვის უსვამდი ხაზს ამას, რომ მაშინაც კი, როდესაც ეს მემარცხენე კომუნისტები იყვნენ სათავეში, ამ ნჯოშნიკების და ერთგვარ კომუნისტურ დიქტატურას მორალურ დიქტატურა ხომეტია მათ არ შეელოთ, მაგრამ მორალურ დიქტატურა და ტოტალიტარიზმი ხონა დამყარებული საქართველოში. აი ამ ტოტალიტარისტების მიერი აჩემება და აკვიატება, რომ ეკლესია სულად სახელმწიფოს აბსურდია, ხაც ეს არანაირად არ ხდება ეგეთი რამე. და ეხლა ამიტომ ყოლმე ყოველთვის რომ ეკლესია თავისთავად პოლიტიკური მოვლენაა. აი გირჩმა საკუთარ ბიზნეს პოლიტიკური მოვლენა დაარქვა, სკოლა გახსნეს, ფულს აკეთებენ და ეხლა ის არის პოლიტიკა არის. ერთი ბორდელი უნდა გავხსნას ადამიანს პოლიტიკური პარტიის პოზიციად ჩავა. აგრევე არის ბიჭო. ხო, ნუ საერთოდ ეს ისე ვითარდება სიტუაცია, რომ გირჩი ოცნების სატელიტად ყალიბდება. ხო, ნუ რა ვქნათ ეს ნუ ვერ გავამტყუნ ბიჭებს რა. იმიტომ რომ ნუ გირჩის, იმიტომ რომ ამოულ მდგომარეობაში ჩავარდით, მთლიანად ქვეყანა აი ამ მერყეულ არასტაბილურ მდგომარეობაში, აი ამ ტრესინაში, რუსულ ტრესინაში ვართ გაჩხერილები რა. ამიტომ აი ამ კუთხიდან თუ ვიაზრონებთ და ნაკლებად რადიკალურები ვიქნებით კრიტიკაში, აი ამ სამხრივ კრიტიკაში, რომ ან სამხრივ ახტაცებაში, რომ აი შიო არის ერთი მხრივ სწორ პოზიციაზე, მეორე მხრივ არასწორ პოზიციაზე. ის ვერსეთ პოზიციაზე ვერ იდგება. აი დაახლოებით როგორი სიტუაცია ჰოლანდია, ბელგიის საზღვარი რომ არის რა და ადამიანს რო შეუძლია ერთი ფეხით იდგეს ერთ ქვეყანაში და მეორე ქვეყანაში ფილმიც კი არის ერთი. ამერიკული ფილმი ერთ გოგოს ოცნება აქვს, რომ ორ ადგილზე ერთდროულად იყოს. და ნუ ყვდება ეს გოგო რა, სიცხლის გათეთრება და მისი შეყვარებული აუსრულებს ამ ნატურას, იმიტომ რომ შტატების საზღვარზე მიიყვანს. და ერთ ფეხს დაადგმენებს ერთ შტატში და მეორე ფეხს დაადგმენებს მეორე შტატში და აღმოჩნდება, რომ ის ორ ადგილზე ერთდროულად არის. ხო, აი ეს დაახლოებით ესეთ სიტუაციაშია მეუფე შიო და მე ამითი შიოს არც ვამართლებ, არც ვამტყუნებ, არც ხარს უჭერ, არც ხარს არ უჭერ. მე უბრალოდ ამ მაგალითი მომყავს, თუ აი ამ მაგალითით როგორ უნდა ვიფიქრ. მე ჩვენ ფიქრები შეგვიძლია ვიყოთ რადიკალური, კი არა, ეს რადიკალურობა როცა 2 მეტოდ 2 4-ია. ეს რადიკალურად 4-ია, ხო? უბრალოდ ზუსტები უნდა ვიყოთ ჩვენ საზროვნებაში. ამიტომ აი მაგალითად 2-ს მივუმატოთ ფოთოლი, ხო ვერ იტყვია რა. ეს არ შეიძლება, ეს უზუსტობა არის. უბრალოდ მონაცემები უნდა გქონდეს სწორი, ხო, როცა რაღაც ფორმულის ან ამოცანის ამოხსნა გვინდა, მონაცემები უნდა იყოს ადეკვატური და რელევანტური, ხო? შეესაბამებოდეს მოთხოვნილებას. ახლა ერთი მოსკოვი უფრო შორსა, ერთი პივა უფრო ცივია. ამაზე პასუხს ვერ გაცე. აი ესეთ სიტუაციაში არ უნდა ჩავიგდოთ და აი რა მონაცემებიც გვაქვს ეს მონაცემები, რომ გავართ რაღაც კვანტურ კატა არსებობს პოზიციაში. გაურკვევლობის პოზიციაში ვდგავართ და ამ შემთხვევაში შესაბამისი ფორმულებია, სადაც მაკროკოსმოსის მექანიკური კანონები არ მოქმედებს მიკროკოსმოსის კანონებზე. და აი აქაც რაღაც ასეთ მიკროკოსმოსებში ვართ გადასული შესაბამისი მათ. ესე იგი ეს რო აღმოაჩინეს ეს კვანტური რაღაც არასტაბილურობა ვერაფერი ვერ გაუგეს. მანამ სანამ რომელიღაცა ტიპს სადღაცას რომელიღაც მათემატიკოს რაღაცა ფორმულები არ ქონდა, თავისთვის უბერავდა რაღაცას ტიპი. მათემატიკაში ხო რაღაცა სწავლები ხდება, რაღაცებს დაუშვებენ, მიუშვებენ, მოუშვებენ, აპო ნახოთ მერე და რო რა გამოვა ამისგან და რაღაცა სწავლი რაღაცა ქონდა მოფიქრებული, გასული და აი ის უცნაური რაღაცა მიუდგა აი ამ კვანტურ არასტაბილურობას და ამოხსნეს და დღეს ძალიან შორს არიან წასული ამ კვანტურ თეორიაში და ნებისმიერ წამს ელოდებიან
აი სამეცნიერო გარღვევას. აი შეიძლება მოხდეს რაღაც უცაბეთი სამეცნიერო გარღვევა, ის რაც აინშტაინის დროს მოხდა და ბორისგან და შეიძლება სამყარო საერთოდ შევცვალოთ რა. შეიცვალოს. ასე რომ მოგიწოდებთ რომ სწორად ვიაზროვნოთ და აი ეს გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს პოლიტიკურ ვითარებასაც. აი ფეხბურთშიც დააკვირდით. ახალგაზრდა ბიჭმა რაღაცა საყვედური თქვა, იმიტომ რომ ჩვენ საყვედური მე ესე მგონია გითხრა საყვედური როგორც თავის ცით რა ამ საყვედურს ის არ ეთქოდა არც ვალენსიის ფანებს, არც ლივერპულის ფანებს, მაგრამ მისთვის ეს იმდენად მტკივნეულია ჩვენი კრიტიკა და იმდენად მისთვის ჩვენ ახლობლები ვართ, როგორც ახლობლებს, აი როგორც სისხლდა ხორს, როგორც ოჯახის წევრებს, კაით რა გეყოფათ რა ამის დედავატირე რა. აი შეიძლება შენ ბიჭს უთხრა, შენ შვილს უთხრა, დედას უთხრა, ძმას უთხრა, შენ ძმაკაც უთხრა რა რაღაცაზე რომ დაჟე მართლა რაღაცაზე რომ გეუბნება რა ბიჭი გუში როგორ გააკეთეს და შეიძლება ეთქვა, აი რა გეყოფა რა ჭიჭება რა დავანებე რა თავი რა. აი იგე მაგრამ ამას ხო ვერ ეთქვი მაგალითად ქურდებთან თუ ჩაგიყვანეს ხო ძმაკაც უნდა იქ ვერ ეთქვი რომ აი რა დამანებეთ. იქ პასუხი უნდა აქვს. აქედო როგორც მაგაში ნაურს გითხრა და მე იმას მიაყარეს და მე იმას პოზიციის დაჭერა მოუწია და პოზიციის დაჭერა უკვე ამ არასტაბილურ მდგომარეობაში უკვე გამოვიდა რაღაც საშინელება. უკვე ახალი სამყარო შეიქმნა ხო კვანტურის მიხედვით. ხო და ესე ნუ აკეთებთ ეგო ნუ ართ ესეთი უნდა ვიცოდეთ რომ აი ეს შიოს მდგომარეობა და ნებისმიერი მდგომარეობა ეს ერთ-ერთი აღწერა იმ ონტოლოგიური მდგომარეობის გნებავთ, რომელშიც ახლა აღმოჩნდით ჩვენ საქართველოს და რა ვიცი, მე დაგვირებას მოგიწოდებთ რა. ხავთ თქვენცით.